ბატონებო, მოგესალმებით შემდეგი ეპიზოდით ჩვენი გადაცემიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. დღევანდელი სიახლე გვაქვს კახეთიდან. ანუ ამ კახელებს რა გაუტარეს მართლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ კი კარგ ღვინოს აკეთებენ, კი კარგ მწვადს წვავენ, კი ძოლებს კლავენ. ანუ მე რა მოხდა? და კიდე ერთი სიახლე გვექნება დღეს, რომ კიდევ ერთმა კახელმა კაცმა მოკლა ცოლი. ანუ უკაცრავად ცოლებს სხვაგან არ კლავენ? შვეიცარიაში ან ნორვეგიაში არ ხდება ესეთი დანაშაულები? რატომ გავუტაკეთ კახელებს მართლა ვერ ხვდები, რომ კახელები კონკრეტულად კლავენ ცოლებს და ძალადობენ ქალებზე. სხვაგან არ ძალადობენ, სომალიში არ ძალადობენ ქალებზე, რატომ არ განვიხილავთ მაგ თემებს? მოდი შევხედოთ ერთი რა სიახლე გვაქვს რა. კახელი ტაქსის მძღოლი, ანუ ტაქსის მძღოლმა რა ქნა? რა ქნა, გრძელი გზა მოატარა მგზავრს და 2 ლარით მეტი გამოართვა. ტურისტს 5 ლარის ნაცვლად $5 გამოართვა თუ რა ქნა კახელმა ტაქსისტმა? ცოლი ხო არ მოუკლავს არა? ანუ მაგრამ მაინც ისევ კახელები არ მოუკლავს კაცს ცოლი. უბრალოდ კახელი ტაქსისტია და მაინც სიახლეებში ხვდება. ჩემი აზრით ეხლა წავიკითხავ სრულად ნიუს და რა იქნება იცით რომ 20 ლარის ნაცვლად $20 გამოართვა. უნდა შეეგუოთ ხალხო, რომ ტურისტებისთვის სხვა ფასებია. და ხალხს ჭამა უნდა და როგორც შეუძლიათ ისე შეულობენ ფულს. რა მოხდა მერე თუ 20 ლარის ნაცვლად $20 გამოართვა? მოდი ნახოთ ეს ნიუსი. ტურისტიკაციის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 50 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ავრცელებს. შემთხვევა დუბლის წყაროში მოხდა. ანუ კაცი გააუპატიურა ტაქსისტმა. ამაზე მამაკაცური რა უნდა იყოს ზოგადად კაცისთვის ცხოვრებაში? მართლა არ ვიცი. იმიტომ რომ აქამდე იყო რომ კაცმა ხე უნდა დაარგოს, ბავშვი უნდა გააჩინოს და სახლი ააშენოს, ხომ? და მე ვეწინააღმდეგები ამას და შემომაქვს ახალი ინიციატივა, რომ ჩამოვაყალიბოთ. კაცმა სახლი უნდა ააშენოს, ბავშვი გააჩინოს და კაცი გააუპატიუროს. და მაშინ ხდები კაცი. იმიტომ რომ ქალის გაუპატიურება ძალიან მარტივია. კაცის გაუპატიურება უკვე არის რაღაც ოლიმპიური სპორტი, უკვე შენ შესაძლებლობებს ამტკიცებ, რომ ეს შემიძლია რა და მე ამის გამკეთებელი ვარ, მე მგელი ვარ. ჩემი აზრით ამ ადამიანს უნდა გადაეცეს საპატიო თბილისელის წოდება. კაცი გააუპატიურა კაცმა, ანუ რას ვუწუნებთ მართლა, რაზე ვედავებით? მართლა ვიღაც სუსტი ქალი, პატარა გოგო ხო არ გააუპატიურებია არა? კაცი გააუპატიურა. როგორ მიდიოდა ეს საუბარი? ხა წარმოვიდიოთ ეს დიალოგი, ეს სცენა ზოგადად აღვიდგინოთ გონებაში. მიდიან მოკლედ რომ სიგნაგი. Yes, come. What dajeb Joe? 50 ლარი, 50 ლარი. ისე უნდა, okay. How much? 50. 50 ლარი, come on. და მიდიან სადღაც გზაზე. გამოიარეს ეს ახალი გზატკეცილი. Oh, it's so beautiful. ეს ფოტოებს იღებს, რაღაცებს აკეთებს. თავის შეყვარებულს ურეკავს.
Yes. Yes, I'm gonna be there in 1 hour. When are we gonna be there? 2 hour. 2 часа შეკეთილ გზაში ტაქსისტი უსრულებს, ნო. You sex? Sex? What? Excuse me? You me შენ sex. Oh, no, thank you. I'm not gay. Gay win თქვა, გეების დედა მე. მუსიკი ყვარს. არც მე არ მიყვარს. აგრძელებენ გზას და გადააყენა იქ კახეთის გზაზე რომ შოთები და ყველი იყიდება რომ დაპატიჟა ეხა სტუმარი კაცია რა ტურისტია და ათვალიერებინებს საქართველოს და ეტა ჯორჯიან ნაშ ყველი and პური ჭამე და ტურისტმას ჭამა და ოპა მან ახურდა კაცი რა ეხა ყველია ჭამა, პურია ჭამა, მუნდა რა. ჩემი აზრით ამ ადამიანს უნდა გადაეცეს ჯილდო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის. რადგან საჭიროა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ქართველები არ ვართ სექსისტები. ანუ ჩვენ არ ვანსხვავებთ ქალებს და კაცებს. იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ნორვეგიელი ტურისტი იყოს ახალგაზრდა რაღაც 20 წლის გამხდარი 50 კილოიანი გოგო რომ იფიქროს რომ ვაიმე მეშინია საქართველოში ნუ გეშენია გრეტა ჩამოდი აქ ჩვენ კაცებსაც ვაუპატიურებთ ანუ ყველას თანაბრად ჩვენ არ ვართ სექსისტები და ეს კაცი თუ იყო საერთოდ სხვა რელიგიის წარმომადგენელი მაშინ არ ყვევთ რა ხდება ანუ უკვე ორი კუთხით ვუტევთ ევროპას რომ ანუ ჩვენ ქალებზე კი არ ვძალადობთ აქ ჩვენ კაცებზეც ვძალადობთ და ჩვენ აქ სხვა რელიგიას კი არ ვასხვავებთ ჩვენ აქ რელიგიას კი არ ვასხვავებთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებზეც ვძალადობთ ანუ ყველაზე თანაბრად ასე რომ ამ ბატონს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ამ ბატონს მედალი პრეზიდენტისგან საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებისთვის დიდი მადლობა Full Energy-ს ჩვენი გადაცემის დასპონსორებისთვის რომ ამ სიგიჟეს ასპონსორებს ასე რომ დალიეთ მეგობრებო Full Energy შეიძინეთ უღრმესი მადლობა ყველას ვის უძლებთ ამ ყველაფერს კოცნით მიყვარხართ